მეგინგელი ისეთი უხერხულია და გულწრფელად რომ თქვა ამ ეტაპზე უკვე ძალიან მრცხვენია მის გამო, რადგან ყველამ ნახეთ ეს უცნაური ახალი აკვიატება ისლამით და ანტიისრაელური განწყობები. და ყველა ეს ვიდეოც ნახეთ. მალე ვნახავთ ამ ვიდეოებსაც, სადაც ის თავის აზრს ცვლის პირდაპირ 360 გრადუსით ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმის იმედით, რომ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს. მაგრამ ეს ბოლო ინტერვიუ, რომელიც მან შონ რაიანთან ჩაწერა, ფაქტობრივად ერთი დიდი კიდი კატასტროფა იყო, სადაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა რამდენად აქტუალურია. ის მიუვიდა მაგასთან და ისრაელზე საშინელი რაღაცები თქვა, პედოფილებად მოიხსენია და დაამტკიცა, რომ მართლა უნდა, რომ ახალგაზრდა ჯენზი აუდიტორია მასზე გაგიჟდეს. ეს ყველაფერი გააკეთა. და ძალიან დამამცირებელია იმის ყურება, როგორ ანადგურებს ადამიანი, რომელიც ასე ცდილობს დაამტკიცოს თავისი პრინციპულობა ყველაფერს, ანგრევს მთელ სანდოობას. მართლა გულწრფელად შეიძლება მეცოდებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ის ნაგავია. მოდით ნახოთ ამ ინტერვიუდან რამდენიმე ფრაგმენტი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შოკის მონგრელია, განსონგრელია განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც მედია ტრენინგი აქვს, უნდა ვთქვა. არის, ხო იცით რა არის ახლა მაგას ბირთვი? რა არის მაგას ბირთვი? არ მაქვს წარმოდგენა. მგონი ვიცი. ტრამპა თავიდანვე თქვა. პედოფილების მხარდამჭერი ისრაელის ლობი. ანუ არ მაქვს წარმოდგენა. სხვა აბრევიატურა გჭირდება. ის არ ამბობს, არა, რას ამბობ? ეს ხომ სულელური შეთქმულების თეორია, პედოფილო. ეს ხომ აბსურდია. ის იცინის და ამბობს, ხო, ახალი აბრევიატურა სჭირდებათ. სასირცხვილო, ანუ ყველა მიცის. ყველა მიცის, რომ მთელი ეს პედოფილიის თემა ძალიან დაბალი ინტელექტის შეთქმულების თეორიის ფორმაა. თუ აპირებ შეთქმულების თეორიის მოფიქრებას იმის შესახებ, ვინ აკონტროლებს ამერიკას, ნუ აირჩევ ამ ყველაფერს. პედოთეორია აშკარად იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სწორად ფიქრი არ შეუძლია. მაგრამ ტრამპმა თავიდანვე თქვა, რომ სწორედ ის განსაზღვრავს, რას ნიშნავს მაგა. მაგა არის ის, რასაც მე ვამბობ, უთქვამს მას. და არ ცდება. ეს მისი ზედმეტ სახელია. ეს მისი საარჩევნო სლოგანია და ყოველთვის სწორედ მან განსაზღვრა რა არის და რა არ არის მაგა. მან პირადად მითხრა: მაგა იგრძნობს ისე, როგორც მე მინდა რომ იგრძნონ. მე ვეთყვი მათ, რას იგრძნობენ ამა თუ იმ საკითხზე. და ისინი ასე მოიქცევიან. და ამაში ის სრულიად მართალი იყო. მაინტერესებს თუ აცნობიერებს კიდევ ერთხელ როგორ ჟღერს ეს ყველაფერი. ამის ნაცვლად რომ იყოს, ვაუ, ეს მართლაც შთამბეჭდავია, ამ ხალხს ნამდვილად აქვს შინაგანი ხედვა ტრამპზე. და ის გვიზიარებს სიმართლეს თუ რამდენად საშინელი, ნარცისი და ეგოისტია ეს კაცი. ეს ჟღერს ისე თითქოს ვიღაცა ძალიან მარტივად მზადაა დათმოს და შესწიროს ურთიერთობები ონლაინ აპლოდისმენტების გამო. ჩემთვის ის ფაქტი, რომ მას პირადი საუბრები ჰქონდა ტრამპთან, ამტკიცებს, რომ ის მნიშვნელოვანია და მას ტრამპის ნდობა ჰქონდა. და აქ ის უბრალოდ ამბობს, ხო, ეხლა ტრამპი ყველაზე ცუდია, რატო? იმიტომ რომ ტრამპი შემდეგ ვადაზე აღარ მიდის. და ამიტომ ცდილობს, ლოცულობს. ის იმედოვნებს, რომ შეძლებს ტრამპის მოძული ადამიანების ჯგუფს შეუერთდეს და მათი ამომრჩევლები გადაიბიროს. იცი, იმ ამომრჩევლებს ისრაელებს, ვისაც ისრაელი არ უყვართ და ასე შემდეგ. მაგრამ ის ვერ აცნობიერებს, რომ ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს, როცა ისლამს ემადლიერება. არ ვიცი, რატო უნდა გააკეთოს ეს, რადგან ყველა მიცის, რომ ეს ამერიკაში ბევრ ადამიანს ძალიან არაკომფორტულად აგრძნობინებს თავს. მართლა ძალიან ცუდია. მართლა ძალიან ცუდია, ნახე ეს. ეს უბრალოდ დახმარების თხოვნა ღაზასთვის. ეს არის გარკვეული ჯგუფების, განსაკუთრებით ისლამისტების უპირატესობის მტკიცება. სად ცდება ის, რა თქვა ისეთი, რაც შეიძლება არასწორი იყოს. რასაც ისინი როციმ და აიან ჰირსიალი ამას ყველაზე უკეთ გამოხატავს. რა თქმა უნდა, წარმოშობით სომალიდან. საბოლოოდ მუსლიმთა საძმო მანიპულაცია მოახდინა მასზე, მაგრამ როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა და თავი დააღწია ამ ყველაფერს. ჩვენ ამაზე გრძელი ეპიზოდი ჩავწერეთ და მან ამ თემაზე წიგნებიც დაწერა. როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა და გახდა მთელი ცხოვრების განმავლობაში კრიტიკოსი. აქ უბრალოდ ლოგიკურად ჟღერს, ანუ დიახ, ის საუბრობს ქალზე, რომელიც რადიკალურ ისლამს ასახელებს იმად, რაც არის. ეს ხო კარგი რამეა, მეგინ არა? ისლამისა და განსაკუთრებით იმაზე, რასაც ისინი ქალებთან აკეთებენ. მაგრამ ის უკვე 10 წელია ამაზე აყენებს განგაშტს. განსაკუთრებით იმაზე, რაც ევროპაში ხდება. ეს კაცები შემოდიან და ქალები, რომლებიც ადრე თავისუფლად დადიოდნენ ქუჩაში მაისურებითა და შორტებით ყავის საყიდლად, ახლა შევითროებას განიცდიან და ზოგ შემთხვევაში თავს ესხმიან კიდეც. ხშირად ეხლა ქალებს მამაკაც ნათესავთან ერთად უწევთ სიარული, უბრალოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აი ეს არის მეგინ კელი, რომელსაც ყველა ვცნობთ, რომელიც უბრალოდ საუბრობს იმ საკითხებზე, რაც ყველასთვის ნათელია. და ამაში რაღაც გამბედაობაც ჰქონდა. ირონია კი იმაშია, რომ ეხლა ცდილობს აჩვენოს თითქოს ძალიან მამაცია, თითქოს ამბობს, რომ მზადა ისრაელის წინააღმდეგ ისაუბროს, მზადა ისლამისტების მხარდასაჭერად გამოვიდეს. ეს დაახლოებით ასეა. მეგინ მართლა ვერ ხვდები, რომ მსოფლიოს უმეტესობას ისრაელი არ უყვარს და მსოფლიოს უმეტესობა კი არა, მაგრამ მილიარდობით ადამიანი არის ისლამისტების მხარდამჭერი. იმაში, რასაც აკეთებ, დიდად გამბედაობა არის. გულწრფელად რომ თქვა, ეს კიდევ ერთხელ ცოტა შემარცხვენელია. იმიტომ რომ ისინი არ ინტეგრირდებიან. ისინი ელიან, რომ ევროპელი ახალგაზრდა ქალები და სხვები მათთან ინტეგრირდნენ. კი და ვიცი, შენც აღნიშნე, ვინც კი საკმარისად გაბედულია, რომ თქვას ის, რაც მან თქვა, იქნება ეს სუელა ბრავერმანი თუ ტაკერ კარლსონი, საბოლოოდ სამსახურიდან ათავისუფლებენ. რასისტს ეძახიან, ხომ ასეა? თითქოს იქ წასვლის უფლება არ გაქვს. მანიპულაცია იმდენად გავრცელებულია, რომ თითქმის ვერც კი ხვდები, რომ ეს ხდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე სიმღერას ვღერის. და თითქოს ხო, ესაა, რასაც ყველა ვფიქრობთ. მახსოვს Fox News-ში ეს თითქოს ავტომატურად ხდებოდა. უნდა გეთქვა მაგალითად, ისრაელთან ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. იცი, ისინი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან ახლო აღმოსავლეთში. და ხანდახან მახსენდებოდა მე კითხა, რატო, კიდევ ერთხელ რატო? თითქოს გინდა რომ ვინმე მეს აგიხსნას. ხო, და ყოველთვის თითქოს აქ თავდებოდა საუბარი. რატომ კიდევ ერთხელ? ეს ყოველთვის არაბული სახელმწიფოების დემონიზაციას ეხებოდა. იცი, თითქოს უნდა გძულდეს ისინი, იმიტომ რომ მუსლიმური სახელმწიფოები არიან. ისრაელი უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ თითქოს ჩვენთან ერთად არიან იუდეო-ქრისტიანულ, ხომ იცი ნარატივში? არა. ის მიზეზი, რის გამოც არ უნდა მოგწონდეს ისლამისტები, არის ის თუ როგორ ექცევიან ისინი ქალებს. და შენ ერთ-ერთი იმ ქალთაგანი ხარ, ვინც დიდი ხანია ცდილობს დაამტკიცოს მსოფლიოსთვის, რომ ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ. მეგან, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ უნდა მოგწონდეს ისლამისტები. ისრაელთან ამას კავშირი არ აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ შენ მოახერხე და ეს ყველაფერი ისევ იმ ბოროტი, კონტროლის, კონსპირაციის თეორიაზე გადაიყვანე. მე ეს უბრალოდ ირონიულად მეჩვენება, რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს სწორედ ისინი ხედავენ კონსპირაციის თეორიებს, სინამდვილეში თავად ებმებიან ტვინის გამორეცხვის რეალურ გეგმებში, რადგან სწორედ ეს გააკეთა მუსლიმთა საძმომ. ეს უბრალოდ შოკის მომგვრელია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი რამაა იმ მრავალიდან, რაზეც მეგინ კელი აქეთ-იქით ცვლიდა პოზიციას. ის ყველაფერზე აქეთ-იქით ცვლის პოზიციას იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც ინტერნეტის ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი მებრძოლი ღირებულებებისთვის. ეს ეპიზოდი, გულწრფელად რომ ვთქვა, უბრალოდ საზიზღარი იყო. და მიუქბარცივი შეადგინა კომპილაცია, რომელიც ჩემი აზრით ღირს საყურებლად. არ ვიცი, ძვირფასო, უბრალოდ არ ვიცი. აღარ ვიცი რა ვიფიქრო რამეზე, გულწრფელად რომ გითხრა. ფიქრობ ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ისრაელია. ეს ყველაფერი რას ნიშნავს? მეგონა რომ ის მოიგებდა. დაწუნებული ვიყავი რომ ის მოიგებდა. მაგრამ მე არ მოიგო. და ისრაელმა იღიდა. მათ არჩევნები იღიდეს. აბა ახლა რას ვაკეთებთ? საერთოდ უნდა მივცეთ ხმეთხმა. რა აზრი აქვს საერთოდ? მართლა რა აზრი აქვს? მე მგონი ვგულისხმობ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ მივცეთ ხმა, მაგრამ რატო? ხო, რისთვის რა? თუ ისინი უბრალოდ აპირებენ, ანუ მე უბრალოდ. უბრალოდ გაჭედილი ვარ. ანუ ისინი ჩვენს არჩევნებს ყიდულობენ და უბრალოდ როგორ გამოვაღწიოთ ამ სიბინძურიდან? რატომ? თითქმის დასრულდა. მთელი დედამიწა დასრულდა. უბრალოდ ვერ ხვდები, ნუ თუ ვერ აცნობიერებენ, რამდენად სამარცხვინოდ ჟღერს, როცა მართლა სჯერათ, რომ ის პატარა ისრაელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, მართავს ამერიკას. ნუ თუ ვერ აცნობიერებენ, რამდენად სულელურად ჟღერს ეს ყველაფერი. და მათი ეს აკვიატება ძალიან დამღლელია, მართლა დამღლელია. ის ზის აქ და ამბობს, ვაუ, ჩემი ცხოვრება მართლა რთულია, რადგან ისრაელი ყველაფერს აკონტროლებს. რატომ არ ლაპარაკობ დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებზე? იმიტომ რომ ეს უბრალოდ რეალობა არ არის. კანადას გააბრაზებს, ევროპას გააბრაზებს. აზიას ბძოლვართ. შუა აღმოსავლეთს ბძოლვართ. არა, კანადა არ გააბრაზე და ევროპაც არ გააბრაზე. შენ არ ახვი მათ ისლამიზაციისადმი მაამებლობას, რაც ზუსტად ისაა, რაც ევროპაში ხდება. კითხე ნებისმიერ ევროპელს, ვინც ხედავს რა ხდება ქუჩებში, რა ხდება კანადაში, როგორ გადადიან ადამიანები კანადიდან შეერთებულ შტატებში, როგორ გადადიან ევროპიდან მასობრივი დაპყრობების გამო. და აი სიურპრიზი, ამას აბსოლუტურად არაფერი ნული კავშირი აქვს ამასთან ისრაელთან. მაგრამ აქ ისე საუბრობ, თითქოს ისრაელის გამო გააბრაზე ეს ქვეყნები. არა. ან ქვეყნებს საშინელი პოლიტიკა აქვთ და ისინი ცდილობენ მოაწონონ თავი ამ მომრჩეველთა ჯგუფს, რომელიც ისრაელს იყენებს მთავარ თემად, რათა ყურადღება არ მიაქციო იმას, რაც რეალურად ხდება. მართლა ეს უბრალოდ სამარცხვინოა. შეიძლება სამხრეთ ამერიკაში და ისრაელში მოკავშირეები გვყავს. თუ მათ შევაჩერებთ, ჩვენ უკვე ისედაც დაღუპულები ვართ. ცუდი ადამიანები.
მოკლედ და ისინი ყველა მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე. ჩინეთში შეიძლება ჩვენზე წინაც კი იყვნენ, ან შეიძლება არც იყვნენ. მოკლედ და მან უკვე თქვა, რომ ვინც მოიგებს ირლანდიის ხელოვნური ინტელექტის რბოლას, ის მიაღწევს გლობალურ დომინაციას, ხომ ასეა? აი რა არის მთავარი? როცა ფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც სინამდვილეში ამერიკის მხარეს არიან, ფიქრობ იმედზე, ფიქრობ შენებაზე. არ ფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ ამგვარ შეთქმულების თეორიებზე მხოლოდ წუწუნებენ. თითქოს ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი ძალიან ცუდადაა. არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, უკვე ვაგებთ. რომელიმე ანთან თემაზე კონცენტრირება, რა ხდება კანადაში, რა ხდება ევროპაში, რატომ არის ჩინეთი იქ, სადაც არის? რატომ მივეცით მათ უფლება ეს ყველაფერი გაეკეთებინათ? თუ შეწყვეტდი ამ აკვიატებულ, უცნაურ სექტასავით რაღაცაზე კონცენტრირებას, სადაც ყველაფერი ყოველთვის ითი დაწყებულ სიტყვას უკავშირდება, თუ შეწყვეტ ამაზე აკვიატებას და რეალურად სხვა საკითხებზე დაიწყებ საუბარს, შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო მდგომარეობაში, სადაც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლი. მაგრამ ეს მთელი ეპიზოდი იყო ასეთი, თითქოს ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი საშინლადაა, მსოფლიო კატასტროფაა. ეს ძალიან საინტერესო მეჩვენა, რადგან ეს კლიპი ჩვენთვის ძალიან ბევრს ამბობდა. არაფერია, ეს უბრალოდ ნაფოტია. აბა ეს რა არის? არა დიდი, არა მნიშვნელოვანი. ის სხვათაშორის მაგაზე ლაპარაკობს. ნიშნულოვანია. ეს არაა მაგარი. ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი არაა, მას მომავალი არ აქვს. რატომ არის ეს ჩემთვის საინტერესო? იმიტომ რომ აქ ის რეალურად აჩვენებს, რას გრძნობს. მას უბრალოდ სურს, რომ ახალგაზრდებში პოპულარული იყოს. ის ამბობს, მადა მაგარი არაა, მაგა პოპულარული არაა ახალგაზრდებში. კარგი, მე მაგას წინააღმდეგ წავალ, რადგან ტრამპი მაინც ვერ მოიგებს შემდეგ არჩევნებს, რადგან კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს დაახლოებით ასეა. რატომ არ წავიდეთ მის წინააღმდეგ? ხო, და იქნებ მერე ნახვები გვექნება და ისევ აქტუალურები გავხდებით. მაგრამ ის ვერ აცნობიერებს, რომ ხალხი უყურებს მის მერყეობას. ისინი ამას ნელა აკვირდებიან. აი ასეთი მარტივი მერყეობა. ხალხს გონია, რომ რესპუბლიკელი ვარ, მაგრამ უკვე 20 წელზე მეტია რესპუბლიკელი აღარ ვარ. არც ერთი ამ გუნდის მაისურის ჩაცმა არ მინდა. ორივეს წინააღმდეგი ვარ. ისინი ნაგავია. ყველამ გავიგეთ, რომ ეს იგულისხმა ჯო ბაიდენმა. რესპუბლიკელები ნაგავია. ამიტომ მეც ხელ ნაგავად გამოვეწყობი. ეს იქნება ჩემი ჰელოუინის კომენტარი. კოსტიუმი შენასხამს საწვავს სიძულვილის ქვაბში, რომელმაც უკვე ერთი ჩვენიანი მოკლა და ჩვენი რესპუბლიკური პარტიის ხვედიის ყველაზე გამორჩეული ლიდერი ხურში დაჭრა. ჩვენი ლიდერი, ხო? როდესაც მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი მის უგან ოჯახის წევრების ხელში გარდაიცვალა. ჩვენ აღარ ხუმრობთ. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, თუ რატომ არის რესპუბლიკელად ყოფნა ახლა უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე. მოდი ვაღიაროთ, რესპუბლიკელად ყოფნა იმიტომ არის საშიში, რომ ჩვენი მხარე იღუპება. მაგრამ მე რესპუბლიკელი უკვე 20 წელზე მეტი აღარ ვარ. ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით საკმაოდ ცენტრისტი ვარ. არა, შენ უბრალოდ პოზიციებს იცვლი. მართლა გეუბნები, თუნდაც ტრამპმა ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს, მაინც რესპუბლიკელებს მივცემ ხმას. აი ამას უყურებენ ადამიანები, ყველაფერზე მეტად, კომენტარებზე მეტად, იმაზე მეტად, რომ მედათ ადამიანი ერთს ამბობს, მერე მეორეს იტყუება, იცვლის პოზიციას. როცა ამას ახალგაზრდა ადამიანი უყურებს, მეგინგელი, აი ერთი პატარა რჩევა. რასაც მე ვხედავ, არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ღირსება. და დღესდღეობით, როცა მედია ასე დაუჯერებლად დამაბნეველია, სწორედ ამას ვეძებ, ადამიანს, რომელსაც აქვს ღირსება. და ეს არის ის, რასაც უმეტესობა ახალგაზრდა, ვისაც მაგა არ მოსწონს, ასევე სიმართლედ მიიჩნევს. ჩვენ გვინდა რომ მოусმინოთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ღირსება. ასე სწრაფად რომ იცვლი აზრს, ეს უცნაურია. მე არასდროს ყოფილვარ რესპუბლიკელი, არც ახლა ვარ რესპუბლიკელი. ჩვენ რესპუბლიკელები სწორედ ამას ვეძებთ და ამას ვამჩნევთ კიდეც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ისრაელის მხარდამჭერი ხარ თუ წინააღმდეგი, ისლამის მხარდამჭერი ხარ თუ წინააღმდეგი, რესპუბლიკელი ხარ თუ არა, თუკერ კარლსონი გიყვარს თუ არ გიყვარს, ბენ შაპირო გიყვარს თუ არ გიყვარს, ტრამპი გიყვარს, ტრამპი გიყვარს თუ არ გიყვარს, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის მთავარი ისაა, რამდენად სწრაფად იცვლი პოზიციებს, რადგან ეს ყველაფერს, რასაც ამბობ, უნდობლობას უჩენს. და სწორედ ეს გამოავლინა ამ ინტერვიუმ ყველაზე მეტად. არა ის, რომ ვაუ, როგორი საოცარი ცვლილება განიცადე, პოზიცია შეიცვალე, ეხლა თითქოს ჩვენიანად იქეცი. ამ ქალს ვერ ენდობი, ამიტომაც მე მცხვენია მეგიგელის გამო. მადლობა ყურადღებისთვის.